მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ვნახოთ ასეთი მოკლე გაშლა გავაკეთოთ, ხო? ამ არხზე ჩვენ მოკლე გაშლები გვაქვს. ანუ შენ და ის რა გელოდება თქვენ წინ. ვნახოთ ეხლა რა ენერგიებში იმყოფებით თქვენ. ანუ რა ენერგიებში არის თქვენი პარტნიორი, თქვენ რა ენერგიებში ხართ, რა ხდება ეხლა თქვენ შორის და მე ვკითხოთ ტაროს რა გელოდებათ წინ. ვნახოთ, აბა გოგო და ბიჭი. თქვენი ფიქრები და გრძნობებიც ვნახოთ აუცილებლად, გვეცნობიერში რა გაქვთ, ესეც ვნახოთ ორებეს და როგორი ურთიერთობა გინდათ თქვენ და თქვენს პარტნიორს და ეხლა რა ხდება თქვენს შორის, ესეც ვნახოთ. აქ არის ნახეთ, ეხლა რა ქალია, ენერგიებით სავსე ქალი არის იმპერატრიცა, რომელიც თავის იმპერიას მართავს ძალიან კარგ ენერგიებში ხართ ხოთ შორის. აქ მართლა ძალიან, აი რაღაც ძალიან კარგად ხართ, რაღაც სირთულეები რაც გქონდათ, მე მგონი დამთავრდა. ანუ ან უკვე უახლოვდება იმას, რომ დამთავრდეს. ეხლა რა ხდება თქვენს შორის? ნუ ნახეთ, პრინციპში ეხლა მე შემიძლია გითხრათ, თქვენ მიესწრაფებით მართლა რაღაცა წინ უფრო, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდები, სადაც როცა გქონდათ თქვენ რამე ნერვიულობა, შეიძლება ეს სიტუაცია აქ უნდა წასულიყო რა, დამთავრდა რაღაცა სირთულეები და ეხლა პრინციპში მიდის როგორი მომენტი, იცით, სხვათა შორის ზოგი ეს ურთიერთობა კიდე აი თქვა ზოგადად რა მოგიტანათ თქვენ, ვიღაცა წავიდა მართლა ბიძგი მოგცა თქვენ ამ სიტუაციამ, რომ თქვენ დაიწყეთ თქვენი თქმით განვითარება. ანუ უფრო შეიძლება ეგ სიტუაცია თქვენ დაგაფიქრებინათ იმას, რომ მე მინდა რომ აი კარგად ვიყო, ბედნიერად ვიყო, მე არ მინდა ძველებურად ვიცხოვრო, მე მინდა კარგად და ბედნიერად ვიყო. ნუ რაღაც ეგეთი ენერგია, მოდით ვნახოთ ეხლა თქვენ როგორი ენერგიებში ხართ. ორივენი დაგჭირ, გოგოს ენერგია კიდე უფრო გეტყვით. შეხედეთ ეხლა ნუ აქ არის ძალიან მაგარი, აქ არ იქნება ეხლა გოგო იმ ენერგიებში არ არის, რომ დაუშვოთ ეხლა მგლოვი არის ენერგია, არ არის. ნამდვილად, უბრალოდ თქვენ მიიღეთ რაღაცა გადაწყვეტილება, რომ აი უეჭველი რა, რაღაცა სიახლე არის აქ თქვენში, იმიტომ რომ ნამდვილად აი რაღაცა შეიძლება თქვათ დაუშვოთ რაღაცა ან ლოცულობთ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი აქ გოგო ზის ეკლესიაში და რაღაცა გადაწყვეტილებას იღებს, ხო? შეიძლება მედიტაციის დროს რამე გადაწყვეტილება მიიღეთ, იმიტომ რომ თქვენ ნამდვილად აი აქ ურთიერთობა გინდათ, აქ გინდათ თქვენ ურთიერთობა იმაზე რომ იყოს წინსვლა ურთიერთობაში, ნამდვილად თქვენ უკვე აქ როგორ ხართ, იცით, სიყვარულის რაც ეხება, თქვენ რაღაცა ენერგიების მიმოსვლაზე გრძნობთ თქვენი პარტნიორისგან, ანუ თქვენ რაღაც რაც თქვენ გჭირდებათ, ყოველ შემთხვევაში თქვენ ამ ურთიერთობიდან იღებთ. კი, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, თქვენთვის ეს ურთიერთობა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და მართლა აი ბევრი რაღაცები შეიძლება კიდევაც უკვე თქვენ ანუ აპატიეთ როგორ იცით, აი ახსნა მიეცით რა. თქვენ რაღაცა აქ შეიძლება საუბარი გქონდათ, ხო? შეიძლება ვიღაცასთან გქონდათ, გადაწყვეტილება თქვენ მიიღეთ, რომ ისეთი რომ მე არ მინდა რომ თქვათ ეხლა საყვედურები უთხრა, მე არ მინდა, ანუ შეიცვალეთ, იმიტომ რომ აქ თქვენში ნახეთ, გვეცნობიერად იღვიძებს თქვენი ქალური ენერგია, თქვენი ანუ პირადი ძალა და ეხლა მე უკვე ჩემს არხებზე სულ ყველგან მაგას ვაცხადებთ, რომ ნამდვილად გადაწყვეტილება მივიღე, რომ და გოგოებს მადლობა, ვინც იყვნენ ჩემ ტრენინგებზე, კიდე აი აქაც ვეტყვი მაგის მადლობას, რომ ეს გადაწყვეტილება მიმაღებინეს და ჩვენ ვხსნით ქალთა სკოლას, სადაც უკვე ჩვენ ვისწავლეთ ამ ქალურ ენერგიებს და აი აქ ადამიანი არის მზად იმისათვის, რომ სხვანაირად წაიყვანოს ეს სიყვარული. არჩევანი გააკეთა ადამიანმა, გულით არჩევანი გააკეთა, რომ მე მინდა ამ ადამიანთან ურთიერთობა, მე მინდა ამ ადამიანთან ყველაფერი კარგად რომ ვითარდებოდეს, უბრალოდ აქ რაღაცა თქვენ ხო გეუბნეთ თქვენ შორისაც აი აქ რაღაცა მოხდა სიტუაცია, ანუ თქვენ გრძნობთ თვითონ, რომ არ არის საჭირო რომ მე ყველაფერი გულში მქონდეს, თქვა, თუნდაც წენა, თუნდაც რაღაცა უსამართლობა, თუნდაც რაღაცა აი ჩხუბი რაღაცა, მე მინდა თვითონ რომ წავიყვანო ეს ურთიერთობა სხვანაირად. აი ესეც გვაჩვენებს ჩვენ უკვე даже აქაც ტარო. ნახოთ ახლა თქვენი ბიჭი რა ენერგიებში იმყოფება, ეხლა მზის არკანი არის აქ, ნუ რა თქმა უნდა. ეხლა შეხედეთ ახლა აი მაგისტრის ახლა ნახეთ პრინციპში
ამ ადამიანს აქვს ბევრი კითხვები. იმიტომ რომ ნახეთ, არის ხვდება ეს ადამიანი, რომ მე რო ვიყო ბედნიერი, ხო, მეც სხვა გვარად უნდა მოვიქცე რა. აქ სხვათა შორის რაღაც ძალიან მოიცადეთ აბა ვნახოთ აქ რა განცდა აქ ამისთან, რაზე ფიქრობს ეს ადამიანი, სულ თქვენ გრძნობაზე, აქ ძალიან ბევრი ფიქრები აქვს ამას. სხვათა შორის თქვენ პარტნიორმა გაიარა ძალიან დიდი ტრანსფორმაცია, ან გადის, იმიტომ რომ რაც ეხება სიყვარულს. შეიძლება იმიტომ რომ სიყვარულის ენერგიაზე არის 10-იანი ხმალები. ეს არის როგორ იცით, შეიძლება იყო, აი თქვენ რო ეგეთ ენერგიებში გადახვედეთ, ხო? ამისთვის შეიძლება ეს არ იყო ადვილად მისაღები, იმიტომ რომ მზის არკანი შეიძლება იმასაც ჩვენებდეს, რომ მე ვარ მზე და მთვარე და ჩემს გარშემო უნდა ეტერიალოს ყველაფერი, მაგრამ გრძნობს ეს ადამიანი, რომ რაღაცა თქვენში შეიცვალა, თქვენს რაღაცნაირი სხვანაირი ხდებით რა. ანუ და ამიტომ ძალიან ბევრს ფიქრობს, შინაგანი ბრძოლაც ჰქონდა, მაგრამ გაიარა ტრანსფორმაცია ამ ადამიანმა კი, რაღაცები გაიგო, გაიაზრა, გამიგეთ და სიყვარულზე, ანუ გრძნო, ხო? აი მასშიც რაღაცას სთხოვდა, ღმერთ შეიძლება სთხოვდე, რომ რაღაცა შეცვლილიყო, იმიტომ რომ აქ ნახეთ, თუ თქვენ დაუშვოთ, გქონდეთ პაუზა, ან თუ თქვენ ახლა შეიძლება ზოგი იმყოფება პაუზაში დაუშვოთ, ხო? იმიტომ რომ ადამიანი ახლა არის როგორ არჩევანის წინ ადგას, რომ იმიტომ რომ როცა ქალი იცვლება, კაციც ყველა ვარიანტში მაგაში დაიწყება ცვლილება, როცა უკვე არიან სულიერად მაგარ კავშირში რა. აი აქ ზუსტად ეს სიტუაცია ხდება, რომ განიცდის, ძალიან განიცდის, იმიტომ რომ ხდება, რომ რაღაცა სხვათა შორის აქ იცვლება მასში. იმიტომ რომ აქ ნახეთ კაცის პოზიცია და კაცი ბევრს ფიქრობს და შინაგანად, ანუ შეიძლება გადალახა რაღაცა და რაღაცა შეიცვალა მასში. ნახეთ რა შეიცვალა, სხვანაირად დაიწყო რა. სხვანაირად რა. შეხედეთ, ეხლა ამ ტრანსფორმაციიდან რო გამოვიდა ეს ადამიანი მივხვდა, რომ ანუ შეიძლება იყო ბევრი ფიქრი ქონდა, ბევრი განცდა ქონდა, შეიძლება ბევრს აი ჩუმად იყო, შეიძლება არ გამოდიოდა თქვენთან დაუშვოთ კავშირზე, მაგრამ აქ მივხვდა მაგ ადამიანმა, რომ რაღაცა სულ სხვანაირი გრძნობა დაიბადა ჩემში, სულ სხვანაირად და მივხვდა ამ ადამიანმა, რომ აქ სულ სხვანაირად უნდა ვიმოქმედო მე ყველა ვარიანტში სხვანაირად, იმიტომ რომ რაღაცა აი ეს ბავშვური მოქცევები და ეს ყველაფერი მაგასში უკვე უნდა დამთავრდეს რა თქვა, ეხლა ეგ რა შეიძლება მოქცევა და ამიტომ ეხლა აქ არის საჭირო რომ მან უკვე სხვანაირად უნდა მიიღოს, ანუ უფრო მნიშვნელოვანი გახდა მისთვის ეს გრძნობა, გამეგეთ, უფრო თან ისეც არის, რომ უკვე უნდა დავამთავრო ეს არასერიოზული მიდგომა თუნდაც ახლა ამ ურთიერთობის რა და გრძნობაზე რა. ნუ ახლა რა თქმა უნდა თქვენ აქ ამასში აღვიძებთ რაღაცა სასწაულ ენერგიებს, თქვენ აღვიძებთ, თქვენ რაღაცა ძალა გაქვთ, თქვენ რაღაცა სხვა ენერგია გაქვთ, თქვენ რაღაცა აი არ ვიცი რა, ნუ შეიძლება აქ ზოგი გოგო ახლა მართლა იყო ტრენინგზე რაღაცა. ნახეთ, აი თქვენ რო იცვლებით აქ, თქვენ რო სხვანაირი მიდგომა გაქვთ, თქვენ რო უკვე ნამდვილად აი სხვა ვიბრაციებში ხართ, მამაკაცი ხვდება, რომ ასეთ ქალის გვერდზე არ შეიძლება რომ მე ვიყო ისეთი როგორიც ვიყავი. მეც უკვე უნდა შევცვალო რაღაცა მიდგომები და მეც უკვე კაცურად უნდა მოვიქცე და სხვაგვარად უნდა წავიყვანო ჩვენი ურთიერთობა. კი, აი სულ სხვანაირად განულდა ეს ადამიანი და მაგისთვისაც სხვათა შორის უკვე აი სხვა შეხედულება აქვს მას ურთიერთობაზე. სხვათა შორის აქ ადამიანი კიდე ვიღაც არის ძალიან აი ესე ჩამოყალიბდა და როგორ იცით რომ მივხვდა რომ მე სხვა ქალები არ მომწონს, არ მინდა, მე მარტო აი ამას ვირჩევ, იმიტომ რომ ნახეთ თქვენ რო გადახვედით სხვა ენერგიებში, თქვენ რო გადახვედით სხვა ვიბრაციებში, თქვენ რო უკვე აი აქ ფიქრობთ იმ თქვენ ქალურ ენერგიების გახსნაზე, ხო? მამაკაციც შეიცვალა, იცვლება და თქვენს მიმართ შეიცვალა, იმიტომ რომ აქ უკვე ნახეთ ადამიანი უფიქრდება, როცა შენ მამაკაცები უფრო რა თქმა უნდა გონებრივად ჩვენ გრძნობები, ხო? გოგოები და კაცები უფრო გონებას რთავენ და უფრო აანალიზებს რა სიტუაციას და კი შეიძლება შინაგანი ბრძოლაც ქონდა მაგას, ახლა მინდა არ მინდა, მაგრამ
აქ თქვენ რაღაც ისეთი პოზიცია დაიჭირეთ, რომ ადამიანი ხვდება, რომ მე თუ მინდა მაგ ქალთან დავრჩი, მე უნდა რაღაცა შევცვალო ჩემს მიდგომას, რაღაცა უნდა ვისწავლო, რაღაცა გავიგო, თქვათ, ხო? ეს სამყაროს კანონები თუნდაც, ну, რა ვიცი, რა თემებზე ელაპარაკებთ, ხო? აქ ხვდება ადამიანი ამას ყველაფერს და მშვენივრად კარგად უკვე გაიგო, რომ იცით, შეიძლება თქვენ სხვანაირი თვალით შეხედეთ, შეიძლება სიყვარულს შეხედეთ სხვანაირი თვალით და აი ეს არის ძალიან მაგარი პროცესი. ვინც ეცანი თქვენი სიტუაცია და ვის თქვენ ახლა ეს რეზონირდება, იცოდეთ, რომ აი ეს ზუსტად არის იმისი დასტური, რომ ზუსტად ქალი საერთოდ სული ხო მოდის აქ გამოცდილებისთვის, მაგრამ ყველაზე ბევრი რა თქმა უნდა უწევს, ну, ასე არის რა, ახლა რომ ქალს უფრო მეტი ხვდება ხოლმე იმისათვის, რომ თქვა მეტწილად ხვდება, რომ უნდა შეიცვალოს. ქალიდან კაცი მოდის და აღვიძებს მაგას ამ ენერგიებს გამიგეთ და აი ზუსტად როცა შენ გადიხარ ამ დაბრყოლებებს და რაღაცებს, შენ იღვიძებ, შენ იცვლები და მამაკაცი, რომელიც ნამდვილად მოვიდა შენთან იმისათვის, რომ შენთან გააგრძელოს ურთიერთობა და შენ რო უკვე სხვანაირი ხდები, შენ ახლა კი სიყვარულის ასაც აძლევა ადამიანს, მაგრამ სხვანაირი ხდები, უფრო თავს აფასებ, უფრო ხარ ესეთ ენერგიაში, რომ არ ეჯაჭვები, ხო? არ ზღუდავ მაგას დაუშვოთ, ხო? აძლევ თავის უფლებას და როცა შენ აძლევ მეტ თავის უფლებას, რა თქმა უნდა, მაშიც რაღაცა იცვლება. მერე უკვე შენ იწვევ მასში ინტერესს, რა თქმა უნდა, რომ ანუ რატომ თქვა არაფერს არ მზღუდავს, არაფერს არ მეუბნება, ანუ აი ესეთი რაღაცები და აი აქ ადამიანი ხვდება, რომ უკვე თითქოს ინტერესი დაკარგული მაქვს ხლების, მაგრამ ეს ქალი მაინტერესებს, ეს რანაირია, ხო? ამისი მინდა გავიგო ყველაფერი, კი, აი ნახეთ, ანუ ამისი საკრალურობა მინდა გავიგო, ამაში რაღაცა შეიცვალა, ხო? აი ეს არის და ნამდვილად, აი შეიცვალა, ხო გეუბნებით, ბევრი რაღაცა და მივხვდა ეს ადამიანი, რომ აღარ შეიძლება, რომ მე მაგ ქალს ან გული ვატკინო და ან კიდეც ყურადღება არ მივაქციო თუნდაც, ხო? ანუ მე უნდა გავაკეთო რაღაცა ისეთი იმისათვის, აი სხვანაირი უნდა გავხდე იმისათვის, რომ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდეს რა. აქ რაღაც გადაწყვეტილებას იღებს ეს ადამიანი, სერიოზულ გადაწყვეტილებას, ну, სწავლობს, ბევრ რამეს ხვდება, კი. კი ბატონო. აქ თითქოს როგორინაირად იცით, აი ეჭვიც აღარა აქვს ამ ადამიანს, რომ მე მინდა თუ არ მინდა ამ ქალთან თქვა გავაგრძელო ურთიერთობა, იმიტომ რომ აქ არის სულ სხვა ენერგიები ჩართული, გამიგეთ და ну, მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ ვკითხოთ ახლა მაინც აქ ახლა სამომავლოდ აიღეთ ახლა ბეგინოთ 3 თვის განმავლობაში როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. ვნახოთ ახლა როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. საითკენ მიდიხართ. ну, აი ეს გეუბნებით რა, აქ თითქოს ეს პერიოდი, რომელიც ამაჩვენებენ, რომელიც მტკივნეული იყო, სადაც თქვენ ახლა ეძებთ რამე კითხვას, ხო და პასუხს, აქ ეს სიტუაცია აუცილებლად შეიცვლება, კი, დასრულდება, იმიტომ რომ აქ ნამდვილად თქვენ გეწყება ძალიან კარგი პერიოდი, როცა შენ ხო შენ სფას, რომ, ну, აქ ახლა გითხარით, როგორი სიტუაცია არის რა და რა თქმა უნდა, სამყაროც გეუბნება, რომ დასრულდა შენი ნერვიულობა, უფრო სტაბილურად იქნებით, ერთად იქნებით და უფრო ბედნიერებისკენ მიდიხართ. და ანუ კი, მთელი სამყარო თქვენი საგვარეულოც უკვე ნამდვილად აქაც იყო მე-20 არკანი, აქაც არის, რომ ანუ აქ თითქოს თქვენი საგვარეულო, თქვენი სული, თქვენ აქ დამთავრდა კარმული სიტუაცია. ნახეთ, მე-20 არკანი ეს უკვე არის, როცა კარმული პერიოდი რაღაცა მთავრდება. ანუ ჩვენ კი გავდივართ გაკვეთილებს თავის თავად, მაგრამ უკვე მტკივნეულით არა, აი ეს მტკივილი თქვათ ახლა ნერვიულობით, ეჭვიანობით და რაღაცებით ეს პერიოდი დასრულდა. აქ კარმული გაკვეთილი დასრულდა. აი ამ და თუ ჩვენ რამეს ვისწავლეთ, უკვე სხვანაირად, კი ბატონო, თუ ჩვენ რამეთ ვისწავლეთ, უკვე ჩვენ ვისწავლეთ სხვანაირად, ჰარმონია მოდის, აქ უკვე თითქოს შემოდის ჰარმონია თქვენს ურთიერთობაში. იმიტომ რომ უკვე თქვენ კი, ქალი შედეს თავის ენერგიებში, კი ბატონო, ქალი შედეს თავის ენერგიებში, ქალი არის უფრო, ანუ აი ეს თავისი პირადი ძალა, აი რასაც თქვენ გრძნობთ, თქვენ მაგას ხვდებით, რომ მე უნდა გავხსნე ჩემი ქალური ენერგია, ხო? და ამიტომ თქვენ აი ამის მიესწრაფებით თასების დედოფალი სამიანი თასების და ანუ რაინდე ხო შემოდის თქვენთანაც უკვე მამაკაცის სიყვარული. თუ რამეს თქვენ ახლა კიდე გაივლით აქ,
უკვე ყველაფერი იქნება, რა თქმა უნდა, სხვაგვარად, სხვანაირად. აქ უკვე აღარ არის დამთავრდა და всё და გამოდიხარ ძველი პროგრამებიდან თქვენ, ნამდვილად და გაქვთ უკვე წინსვლა, იმიტომ რომ აქ ქალი იცვლება, გამიგეთ, ქალი იცვლება და უკვე რა თქმა უნდა, ნახეთ, ეს მამაკაციც ხვდება ძალიან კარგად, რომ აქ რაღაცა შეიცვალა და მასშიც იხსნება ეს უკვე თბილი ენერგიები, გამიგეთ, თვითონაც ხვდება უფრო თბილი. თვითონაც იმას ფიქრობს, რომ რა შემიძლია კიდე გავაკეთო მე მაგისთვის, რომ ვასიამოვნო, კი, აი გეუბნებით, იმიტომ რომ თქვენ აქ რაღაცა თქვენში შეიცვალა ენერგიები, აი სრულიად თქვენ შეიცვალეთ და ამიტომ აქ მოდის თქვენთან მართლა ხო, აი გამოходит თქვენ ახლა. ნახეთ საიდან გამოходит? აი იმ ენერგიებიდან ან გამოხვით, ან გამოხვალთ. ყველა ვარიანტი თქვენ დაფიქრდეთ. მე მინდა ვიყო ბედნიერი თუ მე მინდა მართალი ვიყო, ხო? მე მინდა თქვათ ახლა ანუ ვინერვიულო და ვიეჭვიანო და ანუ სულ ვიყო თქვათ ახლა ბრძოლაში თუ მე მინდა ბედნიერი ვიყო. აქ ხალმა ჩართოთ ანუ როგორც გული, ისე გონებაც ჩართო და ნამდვილად შეიცვლება სიტუაციები და იქნება აი ძალიან კარგი სიტუაცია იქნება გეუბნებით რა, რასაც თქვენ ელოდებოდეთ, რასაც თქვენ სთხოვდეთ, აუცილებლად თქვენ ეს აგისრულდებათ. კი, აი ამით დავამთავრებ, ნახეთ ახლა თასების აქ არის უკვე ტუზე, ეს იმას ნიშნავს, რომ სიყვარული მოდის თქვენს ურთიერთობაში, უფრო ნამდვილი სიყვარული, უანგარო სიყვარული, უპირობო სიყვარული, როცა კი ჩვენ გავივლით ბევრ გაკვეთილებს, მაგრამ სიყვარული და არა წყენით და არა საყვედურებით. აი ეს არის მართლა უმაღლესი დონის უკვე გადასვლა და ნუ აქ რა თქმა უნდა კიდევ და კიდევ ვიტყვი რომ ეს არის თქვენი დამსახურება, აი ვინც ახლა მაგაზე იფიქრებს, როგორ გავხსნათ ჩემი ქალური ენერგიები, როგორ ვმართო ურთიერთობას სხვაგვარად, აი თქვენ შემთხვევაში აუცილებლად ყველაფერი შეიძლება თქვენთვის სასიკეთოც.